ტროტუარზე დგომის გამო პროევროპული პროტესტის მონაწილეებს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. აქციების აქტიური მონაწილე მიხეილ ზაქარაიშვილი მოსამართლეს ზვიად-ცეკვავამ ციხეში 5 დღით გაუშვა. მოსამართლე დავით მაკარიძის გადაწყვეტილებით სამოქალაქო აქტივისტები სანდრო მეგრელიშვილი და დიმიტრი ჯამბურია პატიმრობაში 4 დღეს, ლუკან აგლიაშვილი კი 5 დღეს გაატარებენ. კიდევ ერთ დემონსტრანტს ნუკლი კაკულიას მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო მიხეილ ზაქარაიშვილს, სანდრო მეგრელიშვილს, დიმიტრი ჯამბურიასა და ლუკან აგლიაშვილს პარლამენტის მიმდებარედ ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. აქტივისტებმა მედიასთან კომენტარი გადაწყვეტილების გამოტანამდე გააკეთეს. ველოდები რომ მომისჯიან ალბათ მინიმუმ 4 დღეს როგორც სხვა თანამოქალაქეებს. რა თქმა უნდა არ მაქვს არანაირი შიში ამის მიმართ და თანაგზნობა სხვა პატიმრებს, ვინც დღეს დააკავეს უკვე. ეს არ შემიშლის მე ხელს, რომ ამ 4 დღიანი ან თუნდაც 15 დღე მომისაჯონ, ამ ყოველივე შემდეგ მაინც გამოვალ და მაინც დავდგები ტროტუარზე. თუ ეს დანაშაულია, მე მაინც ისევ იმ ადგილას ვიდგებ. 10 დეკემბერს ქართული ოცნების პარლამენტმა დაჩქარებულად განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება სავალდებულო გახდა. ამ რეპრესიული ცვლილებით, თუ კი აქცია გაიმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი ვალდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს წერილობით მიმართოს კოდექსის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. ორგანიზატორის შემთხვევაში 20 დღემდე ვადით. თქვენ თუ დგახართ ტროტუარზე, მიირთმევთ ლუდს, ნაყინს, ან ზესუნზირას, ჭორავთ მეზობლებს, ან საუბრობთ ფეხბურთზე, თქვენ არ აღღვევთ კანონს, მაგრამ თუ დგახართ ტროტუარზე, გიჭირავთ ხელში საქართველოს დროშა, საუბრობთ საქართველოს მომავალზე, ქვეყნის უკეთეს ბედზე, მაშინ თქვენ ხართ უხეში სამართალდამღვრევი და თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ციხეში ადმინისტრაციული პატიმრობით. ხოლო თუ მეორეჯერ გაბედეთ და სამშობლოზე ისაუბრეთ ტროტუარზე, თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ციხეში 1 წლის ვადით უკვე სისხლის სამართლის წესი. ესეთი ანეკდოტური განმარტება შემოგთავაზა რეჟიმმა, რომელიც ცდილობს რომ იქცეს დიქტატურად, მაგრამ გასაგებია რომ ძალიან ძიმია ადამიანების პატიმრობაში გაშვა, მაგრამ მეორეს რო კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანეკდოტურია ეს განმარტება, რომელიც მოსამართლედ წოდებულმა ახლა კლანის მორჩილმა ადამიანმა წაიკითხა. დღესვე ტროტუარის საქმეზე ანი ახმეტელი და ნათია ჭავჭანიძეს სამართალდამღვრეობა ცნეს, თუმცა სასამართლომ მათ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. 22 იანვარს სამართალდამღვრეობა ცნეს და სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს აქტივისტ რეზი დუმბაძესაც. მოსამართლეების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გამოეხმაურა და მას არაკონსტიტუციური უწოდა. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლის სამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე. საქართველოს უკვე არაერთი საქმე წააგო სტრასბურგის სასამართლოში სწორედ შეკრების თავისუფლების დარღვევის გამო. მაგალითისთვის ულახლახან გამოქვეყნდა ამ სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეში მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-11 მუხლების დამრღვევად იქნა ცნობილი. მოსამართლეებს, რომლებმაც მსგავსი გადაწყვეტილებები გამოიტანეს ან მომავალში გამოიტანენ, ვერასდროს ექნებათ გამართლება. მათი არგუმენტები, რომ ასეთია კანონი, ვერასდროს იქნება გაზიარებული, როდესაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და მრავალი საერთაშორისო კონვენცია, რომლის ხელმომწერიც საქართველოა. კანონის ამოქმედებიდან 12 დეკემბრიდან ტროტუარზე დგომისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი არაერთ მოქალაქეს შეუდგინეს და სასამართლოში დაიბარეს.